დინამშვიდობის მეგობრებო, როგორ ახართ? ხომ ხართ ყველანი კარგად? მე კარგად ვარ, მოვედით თქვენთან კარგ ხასიათზე. თითქმის დავალაგე სახლი. ეხლა ამსელი პილოტი უნდა ავიღო მტვერი ყველგან. ძალიან კარგად გამოვიყენე ეს. მუქია ჩემი თითქმის ყავისფერი შავი, მაგრამ მშვენივრად გამოვიყენე ლიმონიანია და კარგად იღებს მტვერს. ხო, ამას ფანჯრებზე ვერა, ასე მტვერის ასაღებად კი. ფანჯრებისთვის Greenway სტილო მაქვს. ეს მშვენიერ კარგად წმინდავს. ყველაზე უკეთესი დარჩა ეგ. ყველას გექნებათ ალბათ. დილიდან დავიწყე ტორტის გაფორმება. ეხა ისეთი დიდი არაფერი ჩვეულებრივად უბრალოდ გავაკეთე. კი ერთი პერიოდი მუშაობდი მე საკონდიტროში და იქაც კიდეც ვაცხობდი და კიდეც ვაფორმებდი. დიდი ხანი არ ვიმშავია, ცოტა ხანი მომიწია რაღაც 2 წელი მუშაობა ალბათ. საკონდიტროში 2 წელი არა, იმ სივრცეში 1 წელი სხვა რაღაცებზე ვიმუშავე და 1 წელი ნამცხრებთან და ტორტებთან. ხო, მაგრამ ეხლა მე არ მაქვს ისეთი გასაფორმებელი ინსტრუმენტები, დიდი ფორმებით რო დახატო და გააკეთო და როგორც მქონდა სახლში, იმით გავაკეთე და შევალამაზე. ხო. დილიანად დავიწყე ეს საქმე, რადგან თქვენამდე მომეტანა და ვიდეოს ბოლოს ჩავაგდებ და ნახავთ. წინასწარ ვამბობთ, დიდი არაფერი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გემრიელია. ჩემთან დიდად არ უყვართ ბევრ კრემიანი, ანუ ტორტები დიდი კრემებით და ისეთი იგენით არ უყვართ ჩემთან. ურჩევნიათ, მაგას ურჩევნიათ ქადა და უბრალო ნამცხვარი. ძალიან ცოტა კრემთან არიან ისეთი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ და მეც იმიტომ პატარა ნახატებით, პატარა იმით გავაკეთე, რომ ბევრი კრემი არ გამოსულიყო. ხო, ისე საერთოდ ბებია ჩემი იტყოდა, რომ ქალსო არაფრისგან რაღაცის გაკეთება უნდა შეეძლოსო. და მართალია. თუ ყველაფერი გიდევს, რაღა და გააქვს, რაღა უნდა იმის გაკეთებას, თუ ხელი გააქვს იმის, რომ რაღაც გააკეთო. ზოგჯერ აკეთებ გინდა სულით, გულით და გემრიელიც არ გამოდის, მაგრამ ზოგჯერ არის რომ გადაყვები და არა ისეთი, მაგრამ ზოგჯერ არის რომ შეიძლება უბრალოდ გააკეთო რაღაცა და გამოვიდეს ძალიან კარგი. მაგრამ ზოგადად ასე იტყოდა ბებია ჩემი, არაფრისგან რაღაც უნდა გამოგივიდეს ქალს და გააკეთო, რომ ყოველთვის ყველაფერი არ გექნებაო. ეხლა ამ ტორტს არაფრისგან რა საკმაოდ დაჭირდა ხო მასალა, მაგრამ მასეთიც მახასიათებს, რომ რაღაც უცბად რაღაცისგან თუ უცებ არ მაქვს რამე და ვერ ჩავედი მაღაზიაში არა, უცებ რაღაცისგან რაღაცას გავაკეთებ. ეგეც არ მერთულება. რა ვიცი, საჭმელი ყოველთვის ზუსტად ისეთი რატომ უნდა იყოს მაგალითად, ხო? ხომ არის რომ მაგალითად მე ხომ ეს ხომ რესტორნის არ არის, თქვათ. რესტორნის საჭმელს ხომ არ აკეთებ სახლში. ვიღაცა აკეთებს ასე და ვიღაცა აკეთებს ისე მაგალითად და ვიღაცას მოწონს ის და ვიღაცას მოწონს ეს და ჩემს ოჯახში მაგალითად იმ თქვათ კერძოდ ერთი სახის საჭმლისგან ცოტა შელამაზებას კი არა, რაღაც შეცვლას ვაკეთებ ყოველთვის, იმიტომ რადგან არ ჭამენ, ის ხალხს არ ჭამს, თქვათ ის რაღაცას არ ჭამს, ის რაღაცას ვცლი ყოველთვის. და ვაკეთებ ისე, როგორც იჭმება, თორემ რა მნიშვნელობა აქვს გავაკეთო ქვაბით საჭმელი ზუსტად იმ დოზებით, ზუსტად იმ პრიპასით და ინგრედიენტებით და მე არავინ არ ჭამს. ამიტომ მირჩევნია გავაკეთო ისე, როგორც მიირთმევენ ჩემთან.
პრეტენზიული მჭამელები არიან მეთქი არა ვერ ვიტყვი უბრალოდ ხალხთან აქვს პრობლემა ჩემთვის ხალხი არ უნდა მოყვეს საჭმელში თორემ ყველაფერს არა მაგრამ უმეტესად ჭამს კერძებს რასაც ვაკეთებ ყოველთვის თან ისეც ვაკეთებ რაც ვყვართ ახლა ტყუილა ხომ არ გავაკეთებ ჩემი ქმარი არ არის კიდე პრეტენზიული თითქმის ყველაფერს ჭამს არის რაღაცები რომ არ უყვარს მაგრამ თითქმის ყველაფერს ჭამს ჩვენ ზოგადად გვიყვარს სახლში გაკეთებული და არა მაინც და მაინც ცომეული სხვაგან გაკეთებული სტრაფიკების ობიექტებში მოგიწევს რა თქმა უნდა ადამიანს ახლა ყოველთვის შეიძლება არ გქონდეს მზად და გშია კუჩაში მიდიხარ და ხარ რაღაც ისე რომ მაინც უნდა იყიდო მაგრამ არა და არ გვიყვარს მე იმიტომ წვალობ იმიტომ ვაკეთებ სახლში ყველაფერს რომ ნირჩევნია ნატურალური შეიძლება ვერაფერი ვერ გააკეთო იმიტომ რომ დღეს კიტრია თუ პამიდორია თუ ბულგარული თუ ქათამი თუ რაც ყველაფერი ისე შემოდის ბაზარზე რომ ნატურალურია ვერ იტყვი მაგრამ მაინც სახლში გაკეთებული არის და შენი გემოვნებით და შენ რომ გინდა ისე გააკეთე კი ახლა რესტორანშიც დავდივარ თქვათ და ხშირად არ მიწევს მაგალითად მაგრამ რესტორანშიც დავდივართ და იქაც ვჭამთ და იქ არის ხაჭაპურიც და უგემრიელესი და გააჩნია რესტორნებს უგემრიელესი კერძებია ჭამთ რატომაც არა მაგრამ მე უფრო ვამბობ ამ სწრაფი კვების ობიექტებზე ცოტა მირჩევნია რომ თავი შევიკავო რატომღაც დღეს რა გინდა რომ მიირთვა ადამიანმა ნატურალური ერთადერთი რძეს ვყიდულობ მაგალითად ახლობლისგან ვიცი სახლში ყავს საქონელი და უვლის სუფთად ლამაზად და ვიცი ის ადამიანი როგორ აკეთებს რას აკეთებს ყველით თუ გინდა ზოგჯერ ვყიდულობ მისგან და ზოგჯერ იმერულ ყველს ვყიდულობთ მაგრამ ის არ ვიცი ახლა ხო თვალით თუ ვერ ხედავ რძეს ვყიდულობ იმისგან და ერთ ადგილას ვყიდულობ კარაქს და დაბწინ ყველს და ნადუღს ეგენიც არიან ზემოაჭარიდან ჩამოაქვთ მართლა სუფთა და გაწკრიალებულია ერთი ეგენი არის რომ ჭამთ მართლა ნატურალურს და დანარჩენს რა გინდა შენს ბოსტანში რომ არ არის კიტრი და პამიდორი მოყვანილი და კვერცხიც არ არის შინაური ქათმის და მოკლედ რა გინდა დღეს იმიტომ არის ალბათ ამდენი დაავადება და იმიტომ არის ამდენი პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ დღესდღეობით ძალიან რთული რამეა რა ვერ იტყვი 100%-ით ნატურალურს ბაზარზე რა შემოდის ისეთი კონტროლი მე ვფიქრობ რომ ისეთი კონტროლი ბაზარზე მაინც არ არის დღესდღეობით რომ რამდენი შემთხვევაა ხო მაგალითად შემოდის რაღაც ჭამთ და მე აგერ იყო მაწონზე თქვათ პრობლემა იყო აღარ იყიდებოდა ეხლა ისევ შემოვიდა ბაზარზე მე თუ გინდა სათამაშოებზე ამბობენ ეს სათამაშოები პრობლემატურია ყინა შეიცავს მე ნახავ რომ ისევ არის ბაზარზე მე ნახავ რომ რაღაც თურმე ღორის ხორს ქონია პრობლემა და ის არ არის მე ნახავ რომ ისევ არის ეხლა მე ვერ ვიჯერებ იმას რომ ის რა პრობლემაც იყო აღმოიფხვრა და შემოვიდა მე ჯანმრთელი მე მგონია რომ მე შემოდის სხვა ქვეყნიდან ან სხვა წარმოებლიდან და ის უნდა გაიყიდოს, ის უნდა წავიდეს წინა პლანზე და იმას უფუჭდება დანარჩენ სახელი რომ არ გაიყიდოს და ნაკლები
გაყიდვა ქონდეს და მომხმარებელს უფრო ის დაინტერესოს, რაც მე ახლა მაგალითად აგროფუდში ვიყიდე ხორცი, ხომ, ამის წინ თქვი. ნამდვილად ყველა კმაყოფილია, ვინც ყიდულობს მაგ. ვიყიდე, მაგრამ მაინც არ ვარ ხომ დარწმუნებული, რომ ის 100%-ით არის სრულიად ჯანმრთელი საქონელის ხორცი. ხო და ასეა, რაც ადგადავიტანე თემა ახლა, მაგრამ რატომ თქვი ეგ? იმიტომ რომ ნატურალურს დღესდღეობით ვეღარ ვჭამთ ვერაფერს. და სოფელშიც თუ გინდათ ახლა მარწყვი რომ მოყავთ, თუ გინდა მერე რომ წამოვა სოფლის კიტრი და პამიდორი, ეგეც აღარ არის ნატურალური. უწინ ჩვენ დროს რომ მოყავდა, მცირე რაოდენობით აზოტს თუ უყრიდით. და ეხლა იმდენ შხამ ქიმიკატებს უშვებიან, იმდენ ეს ხსნარები რომ არის კიდე რაღაცნაირი იმას იყენებენ და აღარ არის ძველებური. ხო და არ არის ნატურალური და რა გინდა ეხლა თქვა რომ კი რაღაცას მაინც ვჭამ. ვერ ვჭამთ და იმიტომ არის ამდენი პრობლემაც. ჯერ ჭამიდან მოდის ყველაფერი, ხო? ჰაერიდან, ჭამიდან. ეგ კი არა რომ შემოდის წამლები, იქაც რამდენი ქვეყნიდან შემოდის, ხო? და აფთიაქშიც მიდიხარ, რომელი ქვეყნის გინდა. მე რა ვიცი კაცო, რომელი ქვეყნისაა უკეთესი. ვეუბნები, რომელიც უკეთესია ის მომეცი. ნახავ რომ ის ღირს, თქვათ, ერთი შეკვრა 50 ლარი და მეორე ქვეყნიდან შემოსული ღირს 20 ლარი. და რატომ ეგეთი განსხვავება? თუ ხარისხიანია, კი, გასაგებია ბაზარზე შემოდის და იქ სხვა გადასახადია და ძვირია, მაგრამ როგორ შეიძლება ახლა? მე როგორ დავლიო? მე როგორ მივიღო წამალი? ის იაფიანი ყოველთვის მაინც უფრო მისაწვდომია და გინდა არ გინდა იმას იყიდი ადამიანი თუ არ ვარგა რატომ შემოდის? და თუ მე იმან ვერ უნდა მომცეს სარგებელი, რატომ შემოდის? და თუ შემოდის, რომელი გინდა აფთიაქში გასაგებია, უნდა შემოვიდეს ბაზარში ყველა ქვეყნიდან, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვლაპარაკობ ხარისხზე. ეგ ხარისხი მე როგორ უნდა გავიგო? ჩამოგითვლის აფთიაქში, მაგალითად, ეს თურქეთიდან არის, ეს იქიდან არის, ეს აქიდან არის და შენ გაარკვიე ახლა რომელია უკეთესი და კარგი, რომელიც ძვირია? იქნება სულაც არ არის და იქნება იმას შემოტანა დაუჭდა ძვირი. და იქნება თურქეთიდან შემოტანილი იაფია, მაგრამ უფრო ხარისხიანია. და ამას როგორ გავიგებთ? ეგ მარტო წამალზე ვლაპარაკობ ახლა, იმიტომ რომ დღეს არ არსებობს ოჯახი, რომ წამალს დამოკიდებული არ იყოს, ასე თუ ისე. ხო და ყველაფერი ეგრეა. და ძალიან შემაწუხებელია სხვათა შორის. ხშირად მივდივარ ხომ აფთიაქში და მე ყოველ 10 დღეში ვყიდულობ წამლებს და ყოველთვის ასე, თუ გინდა ერთი და იგივე აფთიაქში მიდი. ამას გეკითხებიან მაინც. ხო და თან გეუბნება. ხო, რომელს მირჩევთ თქვენ ვეუბნები და შემადგენლობა ერთი და იგივე აქვს, უბრალოდ ეს იმ ქვეყნიდანაა. ადამიანო, გავიგე. შემადგენლობა თუ ერთი და იგივე აქვს. თუ მე იმ წამალმა რა პრობლემისთვისაც ვსვამ, ის პრობლემა უნდა მომიგვაროს, ძვირიანმაც და იაფიანმაც, რატომ ვიყიდო მაშინ ძვირიანი? თუ ის იაფიანი არ ვარგა და შემოგაქ მაინც, მაშინ რატომ იაფიანი ვიყიდო, ძვირიანს ვიყიდი და ჩემ ჯანმრთელობას წინ დავაყენებ, ხო? ხო და რა ვიცი, ჩემთვის ეს კითხვა პასუხგაუცემელია. არ ვიცი. ხო და ასეა დღესდღეობით კონტროლი კეთდება ზუსტად ისე და ყველაფერი გაკონტროლებული შემოდის და შიში არ გქონდეს, არ არსებობს.
ყველაფრის შიში გვაქვს. ყველაფრის. ეგ კი არა ვეღარც ექიმებს ენდობი, ზოგიერთებს ვამბობ და ახლა ცუდად არ მინდა გამომივიდეს. მე ვიცი რამდენი ექიმი რეცენზია ჩამორთმეული მუშაობს სხვაგან. ხოდა არ ვიცით რა გვეშველება. რა გვეშველება მართლა. და რამდენი შემთხვევაა კიდე, რამდენი შემთხვევაა ხალხო ანალიზების პასუხი მოსულა მარტო ჩემთან კი ვლაპარაკობ. ანალიზების პასუხი მოსულა შეცდომით. ან სხვისი და ან კიდე რაღაც არასწორად გაუკეთებიათ. ხო და ეგ ხომ აღარ არის სამართალი. ან კიდე დილას მიდიხარ ადამიანი ანალიზებზე ჩასაბარებლად, ხო? რომ შენი ანალიზები იყოს ნორმალური და ზუსტი. ამას წინათ, ჩემი ძმის ცოლი, ჩავიდა ანალიზების ასაღებად დილიანად, უზმოზე, უჭმელად, რომ ზუსტი ანალიზები უნდოდა. აიღო ანალიზები, თვითონ ეგ თანი გოგოა და მიხვდა რომ რაღაც ისე არ იყო კარგად აღებული, მაგრამ იქ ხომ არ შეედავებოდა, წავიდა სახლში და შეერმა რომ წავიდა, შეჭამა ხო რაღაც ცოტა მაინც. და ურეკავენ ერთ საათში, ჩამოდი, მოდი ჩვენთან, შენი ანალიზებში რაღაც შეცდომა და ხელმეორედ უნდა აგიღოთ. ვუი, ეხლა რომ წყალიც დავლია და ცოტა ვჭამე, რა ვქნაო? არა ვშავსო, მაგიო არაფერი არ არისო. გააჩნია კიდე ანალიზ. რისთვის იღებ? მაგრამ იქ რომ თანხაა გადახდილი, გინდა არ გინდა, მაინც დაიბარა, აუღო რომ ჩავიდა, მაგრამ მერე სხვაგან გადაამოწმა მაინც. განუკითხაობაა მეთქი, მე ამის თქვა მინდოდა, საიდან სად მოვედი, არ ვიცით რა იქნება. ბევრი რამე, მაგრამ ეხლა დილას მოვედი და ასეთი იმით საუბარი არ მინდა. ხო, ეხლა დავდებ ჩემი ნამცხვრის ტორტის ვიდეოსაც და დაგემშვიდობებით. ბედნიერ და ხალისიან დღეს გისურვებთ. აბა, კარგად იყავით. აი, ჩემი ტორტი როგორ გამოიყურება. აი, ზემოდანაც ნესკაფით და ნამულია, ბანანია შიგნით ბლომად, კრემი ძალიან გემრიელია. ასეთია ჩემი ტორტი.